მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს კუბისთვის რუსული ნავთობის მიწოდება, ენერგობლოკადაში მყოფი კუნძულოვანი სახელმწიფო მოსკოვისგან ჰუმანიტარული დახმარების პირველ და ჯერჯერობით უკანასკნელ პარტიას ელის. ექსპერტების შეფასებით 9-10 დღის სამყოფი ნავთობის მარაგი არსებულ კრიზისს ვერ აღმოფხვის, მაგრამ მოსკოვის მტკიცებით, მათი მიზანი არის არ მიატოვონ კუბელი ხალხი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. უმკაცრესი ბლოკადის პირობებში ჩვენს კუბელ მეგობრებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები სჭირდებათ. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნისთვის, ელექტროენერგიის წარმოებისთვის და მოსახლეობისთვის სამედიცინო და სხვა მომსახურების მისაწოდებლად. რა თქმა უნდა, რუსეთი თავის მოვალეობად მიიჩნევს არა განზე გადგომას, არამედ ჩვენი კუბელი მეგობრებისთვის საჭირო დახმარების გაწევას. მოხარულები ვართ, რომ ნავთობპროდუქტების ეს პარტია კუნძულზე ჩამოვა, უფრო სწორედ ის უკვე ჩამოვიდა. რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, მხოლოდ იმის დადასტურება შემიძლია, რომ ეს საკითხი ნამდვილად წინასწარ წამოიჭრა ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან კონტაქტების დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ვიმეორებ იმ სასოწარკვეთილი სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც ამჟამად კუბელები იმყოფებიან. ეს რა თქმა უნდა გულგრილს ვერ დაგტოვებს, ამიტომ ამ საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ. კუბისთვის რუსული ნავთობის მიწოდებაზე არაერთხელ ჰკითხეს თეთრი სახლის პრეს-სპიკერს. მეტი კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დონალდ ტრამპმა მანამდე არსებული უყრევი პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნისთვის ნედლეულის მიმწოდებელი სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, მოსკოვს სანქციების შემოღებით არათუ არ დამუქრებია, არამედ პირიქით მათ ხომალდს მწვანე შუქი აუნთო. ეს არ არის პოლიტიკის ცვლილება. სანქციების პოლიტიკაში ფორმალური ცვლილება არ მომხდარა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ დავრთეთ ნება ერთ ხომალდს ჩავიდეს კუბაში ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება ინდივიდუალური შემთხვევების საფუძველზე, როგორც ადმინისტრაციამ განაცხადა, კუბის ქმედ უუნარო ეკონომიკის გამოსწორება შეუძლებელია რადიკალური პოლიტიკური და მმართველობითი ცვლილებების გარეშე. რომ დავაზუსტოთ, რატომ დაეთანხმა ადმინისტრაცია კუბაში რუსეთის მხრიდან ნავთობის მიწოდებას, მაგრამ არა სხვა ქვეყნების. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, ჰუმანიტარული თუ სხვა მიზეზებით, თუმცა სანქციების პოლიტიკაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმაც განაცხადა, რომ მექსიკაც ცდილობს სხვადასხვანაირი მეთოდით აღადგინოს ნავთობის მიწოდება კუბაში. ეთანხმება თუ არა ამას ადმინისტრაცია. კვლავ ვიტოვებთ უფლებას მოვახდინოთ კუბის მიმართულებით ამერიკის სანქციების პოლიტიკის დარღვევით მოძრავი ხომალდების კონფისკაცია, თუ კი ეს იურიდიულად გამართლებულია. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი და ადმინისტრაციაც იტოვებენ უფლებას გააუქმონ კონფისკაციის გადაწყვეტილება. საგულისხმოა, რომ კუბისკენ მოძრავი 730,000 ბარელი ნედლეული დატვირთული რუსული ნავთობტანკერი ანატოლი კოლოტკინი ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ არის სანქცირებული. ამასთან დონალდ ტრამპი დღემდე ვარაუდობს, რომ ენერგეტიკული კრიზისის ფონზე კუბა დათანხმდებოდა დიპლომატიასთან მიუჯდებოდა მოლაპარაკებების მაგიდას, რაც ჯერჯერობით მიუღწეველი პროცესია. ამერიკის პრეზიდენტმა მორიგჯერს განაცხადა, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ მისი მომდევნო სამიზნე კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფო გახდება.